Pozícia ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით არის უცვლელი. ჩვენი პოლიტიკური გუნდი ყველა არჩევნებისთვის აბსოლუტურად ვართ მზად და როდესაც ამის დრო მოვა და საარჩევნო რეგისტრაციისთვის ჯერ კიდევ არის ვადები, ჩვენი პოლიტიკური გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას არჩევნებში მონაწილეობასთან ან მასზე უარის თქმასთან დაკავშირებით. მიიღებს გადაწყვეტილებას თუ იტყვის ხმა მაღლა და უკვე გადაწყვეტილება. სიმართლე რო გითხრათ, დღეს გადაწყვეტილება არის მიღებული იმასთან დაკავშირებით თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებთ თუ არ მონაწილეობას, ბუნებრივია ესე არ არის. თუმცა ეხლა ვიღაცები გამოთქვამენ ეჭვებს ჩვენს ბოსტანში კენჭებს ისვრიან და მეორე მხრივ რაღაც არჩევნო კამპანიებში არიან ჩართული. ჩვენი ძალა სიძლიერე არის ის, რომ ჩვენ გულწრფელობა გვახასიათებს, ცივი გონებით პრაგმატული პოლიტიკის წარმოება გვახასიათებს და არ მოვერიდებით არასდროს განსხვავებული აზრის დაფიქსირებასაც იმისგან განსხვავებით, რას ამბობენ სხვა ბარიერგადალახული, ეგრეთ წოდებული პოლიტიკური კოალიციები თუ პარტიები. ამიტომ ჩვენ, როდესაც საუბარი იქნება თვითმმართველობის არჩევნებზე, ამას ღიად ვიტყვით, საჯაროდ ვიტყვით, არც არავისი მოგვერიდება, იმიტომ რომ ვერც ერთი გარე აქტორი და ვერც შიდა აქტორი ვერ მოახდენს ჩვენს გადაწყვეტილებაზე გავლენას, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ანგარიშვალდებულება პირველ რიგში ჩვენი ამორჩევლობის წინაშე და ამ ქვეყნის ევროპული მომავლის წინაშე, რისთვისაც გავაკეთებთ აბსოლუტურად ყველაფერს. მე რა არ მესმის იცით ინგა? ანუ ხშირად საუბრობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არის წითელი ხაზი რაღაცეებისთვის, ხო? მე გულწრფელად რო გითხრათ, იგივე პრაგმატული პოლიტიკიდან გამომდინარე, ყოველთვის მინდა ხედავდე მეორე, მესამე, მეოთხე ქმედებას, რა ხდება ამის მერე. ხო, ჭადრაკს რო თამაშობ, მინიმუმ 2-3 სვლა უნდა კონდეს გათვლილი. რა ხდება იმის მერე, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია არ მიიღებს მონაწილეობას. მე გეტყვით თუ შეგინდათ რა შეიძლება მოხდეს. ძალიან მარტივად ბიძინა ივანიშვილის გეგმა რაც არის, შეიყვანოს მისთვის სასურველი ოპოზიცია, ყველა პლატფორმიდან პარლამენტიდან ხო გაგდებული ყავს ოპოზიცია, მისი გადმოსახედიდან და დატოვებული ყავს ქუჩაში, ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოებიდან გაყრილი ოპოზიცია და აი წარმოიდგინეთ, საერთოდ არ დასჭირდება ამ ადამიანს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაყალბება ისე მიიღებს. ჩვენ ხო ეხა ჰაერში გამოკიდებული ლეგიტიმაციის პირობებში ჩვენ რატო გვჭირდება საერთაშორისო მხარდაჭერა? მეგობარი აქტერი ისთვის გვჭირდება. გვჭირდება სამი რაღაცის გამო. მე ესე ვთვლი, პოლიტიკურ დღის წესრიგში შეერთებული შტატების დავაბრუნოთ ჩვენი ქვეყანა, იმიტომ რომ გლობალური გამოწვევების ფონზე ჩვენი დღის წესრიგი საკითხა და ვართ რაღაცა მეასე ხარისხოვნად ქცეული. მეორე, საბოლოოდ დაბეტონდეს საკანონმდებლო დონეზე, რომ კეთროვანია ეს ხელისუფლება და მასთან საუბარი არის გამორიცხული და ეს გვეხმარება დამატებითი ინსტრუმენტები შევიძინოთ იგივე ევროკავშირის თვალსაზრისით, იმიტომ რომ უნგრეთი მოკავშირეა დღეს ბიძინა ივანიშვილის ოცნების და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ გვჭირდება პრაგმატული ცივი პოლიტიკა და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა მათ შორის პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხთან მიმართებით თვითმმართველობის არჩევნებში ვინმე მიიღებს თუ არა მონაწილეობას, ან პარლამენტის ლეგიტიმაცია მოხდება თუ არის ასეთი, რომ ანუ თქვენ უკვე გადაწყვეტილი გქონდათ, ხო? რამდენადაც მე მივხვდი თქვენი საუბრიდან გამომდინარე. არა, ცივი გონებით პრაგმატულად მივიღებთ ჩვენს გადაწყვეტილებას და ბიზნეს არ დავტოვებთ მარტო თავის სასურველ მოცემულობას არ შევაქმნებთ. უყურეთ, მე რამდენიმე სცენარი შემოგთავაზეთ, რა შეიძლება მოხდეს? მაინც კოცები ხართ, ხო? მე ერთხელ გახარიას ვუთხარი, რომ კოცი ხართ, ოღონდ ირაკლი კობახიძისნაირი კოცი არა თქო, რაღაც განსხვავებული. ანუ მაინც სიმართლე რო ბიძინას აწყობს. კოცობა რა არის? ანუ მე კოცობა მე სალანძღავი სიტყვა საერთოდ არ მგონია გულწრფელად რომ გითხრათ. მე 2012 წლამდე მე 2012 წლამდე რა ფასეულობებითაც ვიყავი და ჩაგრული ადამიანის მხარეს ვიყავი და ჩაგრელი პირდაპირ ფორმით ვებრძოდი და მეზიზღებოდა ზუსტად ისე ვარ ეხა. მე ფასეულობები არ შემცვლია. თუ ეს არის კოცობა, კი ბატონო, ვიყო კოცი, მაგრამ ის ადამიანი, რომელიც 2011 წელს ციხეში ძალადობას აპროტესტებდა და დღეს აი ეს ადამიანი, აი უამრავი მოტეხილობით 3 თვის თავზე კომაში ოჯახს რო არ უმხელდნენ, რომ კომაში ყავდა. ზუსტად სერგო თეთრაძის кейსი გამახსენდა ზუსტად ეს დალეწეს და მე რაღაც ვერსიები შემოგთავაზეს სიგიჟე თითქოს რაღაცა ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა ეს ადამიანი. ეს არის ფასეულობითი სისტემა. ეხა ადამიანები ეხა ზოგი ნაცი ხდება, ზოგი კოცი ხდება. მე ეს არ შემცვლია. მე ვარ იგივე რაც ვარ. ჩვენ ამ ფასეულობებზე ვდგავართ, ბუნებრივია. ეხა აქ არაფერი არ შეცვლა, ძალადობა როგორც გვეზიზღებოდა, ისევე ვბრძვით, ნაცებს როგორც ვებრძოდით 2011-12 წლებში, ზუსტად ისევე ვებრძვით დღეს იმავე ადამიანებს, რომლებიც საყრდენია ბიზნესში. მაშინ მე გეტყვით, ბერდია რას გულისხმობდი, როცა გითხარით, რომ მაინც კოცები ხართ, თქო. ანუ
ეხლა ყველაზე მეტად აი სასიცოცხლო პოლიტიკური სიცოცხლისთვის ივანიშვილის რეჟიმს სჭირდება ლეგიტიმაცია. ლეგიტიმაცია ჯერჯერობით არ აქვთ, მით უმეტეს საერთაშორისო დონეზე ვსაუბრობ, არ ვსაუბრობ მარტო შიგნითაც რომ არ აქვთ ამაზე. ლეგიტიმაციისთვის მათ ჭირდებათ რომელიმე ბარიერ გადალახული პარტიიდან, რომელიმე დაითანხმონ, რომ შეიყოლიონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ეს იქნება მათთვის ლეგიტიმაცია. ისევე როგორც ლეგიტიმაციის ნიშნებს შეიცავდა მაგალითად გიორგი გახარიას გამოცხადება თეატრულუკიანის იმ კომისიის ხდომაზე. ანუ თქვენ მისცემ თუ არა, მაშინ ამითი ლეგიტიმაცია. მე ვფიქრობ არასწორი ფორმულირებაა. არა, მე ესე ვხედავ, ხოცობაში ამას გულისხმობ. მესმის გასაგებია, თუმცა მე არ ვთვლი რომ პირიქით ჩვენ ყველა ინსტრუმენტი უნდა დღეს ახლა ჩვენ ვართ მდგომარეობაში, როდესაც ოცნება ელაპარაკება საკუთარ ამომრჩევლებს, ჩვენ თუ არ შევაღწიეთ იმ ველში და ადამიანები არ დავარწმუნეთ. დღეს ვკითხულობდი მათ შორის და ეგესაუბრებოდით, რომ ადამიანებს ჯერათ, რომ კელი დეგნანით, რაღაცა ამერიკულ უსაფრთხოების სამსახურებთან ერთად შევარდა კანცელარიაში, ღარიბაშვილს აუვარდა მე-11 სართულზე, ფეხსაცმელი გაიხადა, მაგიდაზე უკაკუნა და ისე სთხოვდა მეორე ფრონტის გახსნას. და წარმოგიდგენიათ თქვენ ისეთი ადამიანები მაგას ვითხოვთ ხო? ანუ ადამიანებს როგორ აჯერებენ ამ პროპაგანდით და ჩვენ ვესაუბრებით რაღაცა ვისწრო ჯგუფს და რაღაცა პროტესტს მხოლოდ. აი ეს უნდა პროტესტი უნდა გაიზარდოს, ამ ადამიანებსაც უნდა მიუწვდეთ და ეს გავაკეთეთ ჩვენ ჰიბრიდულ ომში საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ არ დავტოვებთ მარტო ოცნებას, იმიტომ რომ ყველა პლატფორმაზე გავცემთ აბსოლუტურად პასუხს. რაც შეეხება ლეგიტიმაციას, ანუ ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მურუციძის სასამართლოში მისვლა ლეგიტიმაცია, ხელისუფლების ერთ-ერთი შტოა, სანქცირებულია ბრიტანეთის მხრიდან, შეერთებული შტატების ხაზინის მხრიდან, კორუფციული დანაშაულების გამო. პარლამენტის ხდომებზე სიარული შეიცავდა ლეგიტიმაციის ნიშნებს და ძალიან მნიშვნელოვანი იყო. არა, ის ხომ არალეგიტიმური პარლამენტია. თქვენგანვე არ არის არალეგიტიმური სანქცირებული შეერთებული შტატების და ბრიტანეთის მხრიდან კორუფციისთვის სასამართლოს გავლენი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, რომელიც ხელისუფლების ერთ-ერთ შტოს სასამართლოს მართავს, მურუციძესთან მისვლა და მის მოსამართლის წინაშე პროკურატურის კითხვებისთვის პასუხის გაცემა, მერე გირაოს გადახდა. არის თუ არა ლეგიტიმაცია? მოდი ეს კითხვაც დავსვათ. არა, დავსვათ ეს კითხვები, რა თქმა უნდა, თქვენ გაქვთ უფლება დასვათ ყველა კითხვა, მაგრამ ამ პარლამენტის არალეგიტიმაციის გამო არის ეს მიმდინარე პროტესტი. საბჭოთა კავშირის გულაგებში, როცა იყო გამომწყვდეული მერაბ კოსტავა, საბჭოთა კგბ-ს ოფიცრებს კითხვებს პასუხობდნენ და მე არ მგონია რომ რაღაცა ლეგიტიმაციის ნიშნებს შეიცავდა მერაბ კოსტავასთან ზვიადგამსახურდიას გადაწყვეტილება კგბ-ისთვის ახსნა განმარტება მიეცათ რაღაც საკითხებთან დაკავშირებით. ამიტომ ასე დაწვრილმანება ამ საკითხის მე არ მიმაჩნია სწორად და მეორე საკითხი რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ზრდის თუ არა ლეგიტიმაციას პირიქით დღეს რაც სასიცოცხლო ჭირდება აბსოლუტურად გეთანხმებით რომ იმ პირობებში როდესაც ეს ლეგიტიმაციის საკითხი ჰაერშია გამოკიდებული და წვავე კრიზისი უდგას ხელისუფლებას ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას ლეგიტიმაციას მას ჭირდება ლეგიტიმაცია ოღონდ ჭირდება ლეგიტიმაცია როგორი აი მარგინალიზებული ოპოზიცია რომელიც ქუჩაში დგას არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს და ისე რომ საერთოდ გაყალბებაც არ დაჭირდება ინგა მილიონზე მეტ ადამიანს აუცილებლად მიიყვანს თვითმმართველობის არჩევნებზე და ისე სანიმუშო ჩაატარებს ამ არჩევნებს და იტყვის რომ აი მე თვითმმართველობის არჩევნებში ზუსტად იგივე მხარდამჭერა მივიღე რაც მივიღე საპარლამენტო არჩევნების დროს და მერწმუნეთ ადამიანს რომელიც ფარულად აძლევს ოპოზიციას ხმას მიუსვლელობა ძალიან გაუჭირდება თვითმმართველობის არჩევნებზე და ხმის არ მიცემა ოცნებისთვის. სანიმუშო როგორი იქნება თუ ოპოზიცია ბოიკოტშია და არ გადის ამ არჩევნებზე, მაშინ ყოველთვის მოძებნის ამით ლეგიტიმაცია. თავისი ოპოზიცია. ხელოვნური ეძახეთ თქვენ და ანუ ფაქტია რომ შეიძლება შევიდეს ეს ისა, რა ქვია მათ გირჩი, შეიძლება შევიდეს ალტინფო, რაღაცა შეიძლება შევიდეს სახალხო ძალა, ეს რომლებიც ოპოზიციონერები გასვლა არჩევნებზე რა შეცვლის ანუ გინდა არ გინდა ჩექმნის განცდას რომ ოპოზიცია მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. გადაგიწყვეტიათ. აი ინტერვიუს მოკლეშინა ძალიან გინდათ რომ ეს დასკვნა გამოიტანოთ, მაგრამ მე ხო გეუბნებით რომ გულწრფელები ვართ, ჩვენ ვამბობთ იმ არგუმენტებს, რაც შეიძლება იმის სასარგებლოდ იქნას გამოყენებული, მიიღოს თუ არა მონაწილეობა უნდა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, თუმცა გეუბნებით რომ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, ეს არის ძალიან ბევრ ცვლადზე დამოკიდებული. ჩვენ ვცხოვრობთ ეხა პოლიტიკურ
ეხა ისეთი პოლიტიკური ცხოვრება მიდის, რომ აი კვირიდან კვირამდე იცვლება პოლიტიკური მდგენელები და რა მოცემულობა გვექნება ჩვენ მაშინ, როდესაც სარეგისტრაციო ვადები მოახლოვდება, არავინ არ იცის, ამიტომ მაშინ რა მოცემულობა შეიძლება იყოს ბატონებია, რომ თქვენ მიიღოთ ან არ მიიღოთ ეს გადაწყვეტილება. ეს საინტერესოა. ну ძალიან ბევრი შეიძლება იყოს, მაგრამ ეხა რომ რაღაცა დავასახელო ავტომატურად გამოდის, რაღაცა პასუხისგაცემა ვიღებ თუ არა ამ არჩევნებში მონაწილეობა. ძალიან ბევრი ცვლადი ესე შეიძლება. იღებთ, მე ვხვდები რომ მიიღებთ. ну არ ვიცი ეგ თქვენი დასკვნა, მაგრამ მე გეუბნებით რომ თუ ამის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, თქმა არ გაგვიჭირდება. მე არ გამიჭირდებოდა თქვენთვის ამის თქმა და ვერც არც მოვერიდებოდ. შეიძლება არსებობენ პარტიები, რომლებიც რაღაცა ყოველთვის აზრის გავლენის ქვეშ ექცევიან სხვა პარტიის და ძალიან ცნობილია აიგონ ხმა იმ ხალხისა, ვინც მათი ამომრჩეველია. სანამ ჩვენ და რამდენადაც თქვენი ამომრჩეველი ასევე თქვენსავით უფრო ყოფილი მხარდამჭერები არიან ქართული ოცნების. ხო, ну ისიც ადამიანები არიან და ბუნებრივია მათაც აქვს სხვა. სანამ ჩვენი პოლიტიკური პარტია არ გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე, მთელი ოპოზიციური სპექტრი იყო ნაციონალური მოძრაობის გავლენის ქვეშ, ხო, ეს მოცემულობა ეცვლადია, რასაც იტყოდა ნაცმოძრაობა, დღეს ახლა კი არის შაგრენის ტყავით რაღაც შევიწროებული, დაპატარავებული და განადგურებული და დეგრადაციის გზას ადგას, მაგრამ არის მოცემულობა ჩვენ დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება დავიწყეთ, დამოუკიდებელ პოლიტიკურ სიტყვას ვამბობდით ყოველთვის, განსხვავებულს, ვიღაცისთვის მიუღებელს, მაგრამ ეს არის ჩვენი პოლიტიკური გზა, პრაგმატული პოლიტიკა, ცივი პოლიტიკა და ეს ცივი პოლიტიკა და რესურსების დაზოგვა და მათ შორის იმ მეთოდებით ბრძოლა ბიძინა ივანიშვილთან, რომელსაც ძალიან კარგად ისწრებს ჩვენი პოლიტიკური გუნდი, არის სწორედ ამ წარმატების გაზაღები. დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც უზარმაზარ რესურსებს უპირისპირდებით. ძალადობრივ რეჟიმს, პროპაგანდას, რომელიც უზარმაზარ ფინანსურ სახსრებზე დგას და რეჟიმის სპონსორ ბიზნესმენებს. დღეს რეჟიმი ეხა ყანყალებს ფაქტობრივად, თუმცა ნურავის ექნება განცდა, რომ აი ჩამოიშალონ ეს ადამიანები. ჩვენ გვჭირდება ეხა გამძლეობა. ყანყალი რაში გამოიხატება? სხვა შორის თქვენი პასუხი მაინტერესებს, რამდენადაც მაინც იქით ხედავთ. აი უფრო მოწოდებით მეოცნებები ხართ ჩემი აზრით, ვიდრე სხვა ვინმე, მაგრამ თავი დავანებოთ ამას, მე როგორ ხედავთ. მაინც უფრო მეტ ინფორმაციას ფლობთ ალბათ. რა ხდება დღეს იმ პარტიაში, ახალი თავმჯდომარის არჩევა, რაღაც საკადრო ცვლილებები, ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, რიჟვაძე, აი ხომ არ ფლობთ პარალელურად აზრისა რაიმე ინფორმაციას? ხო, ეხლა ბუნებრივია ბიძინა ივანიშვილის მართვის სტილი იყო ყოველთვის დივერსიფიცირება გავლენის ჯგუფებს შორის ძალაუფლების. დღეს როგორც ჩანს რაღაც სტილი შეიცვალა ერთი ადამიანის ქვეშ აქცევს ამ ძალაუფლების ვერტიკალს. ობახიძის, ну ფაქტია მოცემულობაა, პარტია, ну ერთადერთი ბასტიონი ხელისუფლების, რომელსაც არ მიაკარებს არასდროს, ეს არის სასამართლო ხელისუფლება, რომელსაც არ დაუშვებს ბიძინა ივანიშვილი, რომ მისი გავლენის მიღმა დარჩეს. დანარჩენი ეს არის ფასი, რომელსაც უხდის კობახიძეს იმისთვის, რასაც კობახიძე გააკეთებს მისთვის, მაგრამ რაც უფრო ძალაუფლების ამას ხშირად ვსაუბრობ, ქარაფზე ადის ირაკლი კობახიძე მისთვის იქიდან გადმოვარდნა, ისეთი მარტივია, რო ვერ წარმოუდგენია კობახიძეს დანიშნავს, ფიქრობთ? შეიძლება თვითონ იყოს, შეიძლება კობახიძე იყოს, შეიძლება ვიღაცა ნაცი დანიშნონ, აი ეგეც არ არის გამორიცხული, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე ნაცმოძრაობის საცეცებზე დგას, ხო, ბიძინა ივანიშვილი და თავისი მართლობის სისტემა ამ ადამიანს არ შემოუთავაზებია ამ ქვეყნისთვის, გადმოიბარა ის ადამიანები და ზუსტად ისეთი ძალადობრივი მეთოდებით მართავს, როგორც მართავდა 2011-12 წლებში ნაცმოძრაობას. დღეს ბიძინა ივანიშვილი დგას მითზე, რომ დაალაგებს შეერთებულ შტატებთან. ამიტომ მეგობარ აქტს განსაკუთრებული დატვირთვა დღეს ჩვენთვის. მეგობარი აქტის საკანონმდებლო დონეზე გაუსვამს ხაზს, რომ ბიძინა ივანიშვილის ამ ძალადობრივ ხელისუფლებასთან შეერთებულ შტატებს არ ექნება არანაირი თანამშრომლური ურთიერთობები და ეს არის პირდაპირ გზავნილი, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, რეჟიმის სპონსორებისთვის. დღეს რო თბილად არიან, მასთან ერთად ბიზნეს აკეთებენ და არ აქვთ მოლოდინი, რომ რაღაცა ტიპის პრობლემები მათ შეიძლება შეექმნათ, ან მათი ოჯახის წევრებს სანქციების კუთხით, სავიზო სანქციებიც კი ბევრად უფრო დიდი გამოწვევა შეიძლება იყოს ამ ადამიანებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის, ვიდრე სხვა ტიპის სანქციები, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ მოკვეთილია თანამედროვე ცივილიზებული სამყაროსგან და მე დარწმუნებული ვარ, როგორც კი ამ მითის მსხრევა დაიწყება იმ წუთასვე რეჟიმის რყევა და ის ადამიანები პირველი გაიქცევიან, რომლებიც საკუთარ ბიზნესს აკეთებენ და მერწმუნედ ბიძინა ივანიშვილი მათთვის არ არის ნამდვილად კობახიძისთვის და ღარიბაშვილისთვის. ეხლა მეოთხე დრო დაუსტვინოს, ალბათ მივა ისე ღარიბაშვილი და პრემიერ-მინისტრი გახდება, მაგრამ რუხაძისთვის და სხვა ბიზნესმენებისთვის ბიძინა ივანიშვილი ვერ იქნება ღმერთი. თუ ეს ხაზი ცხადად გაევლება, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი წამოვა დათმობებზე. სხვა შემთხვევაში ბუნებრივია ჩვენ რაღაცა ტიპის
ისეთ რეჟიმს ვებრძვით, რომ გვჭირდება თანმიმდევრულობა, გამძლეობა, ამიტომ ხშირად საუბრობენ და ითვლიან რუსთაველზე ადამიანების რაოდენობას. ეს პროტესტი არცად არ გამქრალა, მეგობრებო. რამდენი ადამიანსაც არ უნდა ხედავდეთ თქვენ ქუჩაში, 2-ჯერ, 10-ჯერ, 100-ჯერ მეტია ადამიანი, რომელზეც ცემეს იძალადეს, სამსახურიდან გააგდეს, მის მეგობარი დაუჭირეს, 5,000 ლარიანი ჯარიმებით დახუნძლეს ეს ადამიანები და ფაქტობრივად 5,000 ლარიანი ჯარიმა ზოგისთვის არის სისხლის სამართლებრივად. ან რომელზეც უბრალოდ საშინლად იმოქმედა იმის ყურებამ, როგორ სადისტურად არბევდა ახალგაზრდებს რეჟიმი, ხო? ერთი მოძალადე სამაგალითოდ არ დაუჯიათ, ერთი მოძალადე რომ ეთქვათ, რომ ეს ერთი ადამიანი ვიპოვეთ. რატო? იმიტომ რომ დღეს მართლა იმის სტენფორდის ციხის ექსპერიმენტია, ცნობილი, როდესაც როლები გაანაწილა ვიღაცა მოძალადებად აქცია, ვიღაცა ციხის პატიმარი მსხვერპლად, ხო? და აი ამ ექსპერიმენტში ვარ ჩვენ და პოლიციაც, უნდა მოვიდეს აზრზე, გამორიცხულია სხვანაირად, იმიტომ რომ ესენი მიეჩვივნენ ამ ძალადობას. ჩვეულებრივი ამბავი გახდა ადამიანების დაჭერა, 5,000 ლარი დაჯარიმება, ადამიანების ცემა. ყველაზე ამაზრზენი რაც არის, ადამიანებს სამარშრუტო ტაქსებში აყავდა და უსწორდებოდნენ ფიზიკურად, ტელეფონებს ართმევდნენ, ჯვრებს ხსნიდნენ, მოროდიორობდნენ, ძარცვავდნენ. ამისთვის არ მოგვიყვანია ჩვენ ხო ოცნების ხელისუფლება. იმისთვის მოვიყვანეთ, რომ სამართლიანობა გვჭირდებოდა სწორი პოლიტიკა, უკეთესი ქვეყანა, ევროპისკენ მიმავალი ქვეყანა და დღეს ბიძინევეიშვილმა ეს ყველაფერი გააჩერა და დღეს თავზე გვასხედან ის ადამიანები, რომლებიც გვეცხდნენ თავზე 2012 წლამდე. მადლობა. ანუ კარგი ქოცები და ცუდი ქოცები, ესეთი შემილია, სათაური დავარქვა. ადამიანები, რომლებსაც უნდათ საზოგადოების აშენება, ქვეყნის აშენება, სადაც ნაცი, ქოცი, წითელი, ლურჯი, ყვითელი არ იარსებებს, სადაც ყველანი ერთად მივიღებთ იმ სარგებელს, რაც უნდა მივიღებთ ევროკავშირის წევრობით.